მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს მოგიტანეთ ყველაზე გემრიელი სამარხო ფუნთუშები, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. შინაურულზე არის სპეციალური ალბომი სამარხო რეცეპტებისთვის, რომელშიც 100-ზე მეტი სამარხო რეცეპტია გაერთიანებული. შინაურულზე კიდევ არაერთ სამარხო რეცეპტს შემოგთავაზებთ. ყველა არის მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მაშ ასე დავიწყოთ მომზადება. 250 მილილიტრი თბილი წყალი და 5 გრამი საფუარი კარგად გავხსნათ ერთმანეთში. დავამატოთ 1/2 ჩაის კოზი მარილი, 1 ვანილი და 100 გრამი შაქარი და კვლავ კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ ახალგაცრილი 400 გრამი ფქვილი და კარგად მოვზილოთ ცომი. როცა ცომს მოვზილავთ, დავასხათ 4 სუფრის კოზის ზეთი და ზეთიც კარგად შევაზილოთ. მოზელილი ცომი დავდგათ თბილ ადგილას ან ოდნავ თბილ ღუმელში, რომ კარგად ამოფუვდეს. ცომი უკვე ამოფუვდა. დრო არის დავამატოთ ქიშმიში. გაწურულ და გარეცხილ ქიშმის დავაყაროთ 1 სუფრის კოზი ფქვილი და ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ ამოფუებულ ცომს და კარგად შევაზილოთ. ქიშმიშ არეული ცომი კვლავ დავდგათ თბილ ადგილას, რომ ისევ ამოფუვდეს. ქიშმიშიანი ცომიც ამოფუვდა. დრო არის გადავიტანოთ ქვილ მოყრილ მაგიდაზე და დავყოთ სასურველი ზომის ბურთულებად. დაყოფილ ცომს მივცეთ სასურველი ფორმა და ჩავდოთ ცხიმწასმულ ფორმაში ან ქაღალ დაფენილ საცხო ფირფიტაზე. და გავაჩეროთ მანამ, სანამ ცომის ბურთულები კვლავ არ ამოფუვდება. შემდეგ კი წავსვათ 1 სუფრის კოზი მურაბა ან თაფლი და შევდგათ გამოსაცხობად. და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160-170 გრადუსზე ზედა და ქვედა წვაზე. ჩვენი ძალიან არომატული და სურნელოვანი ფუნთუშები უკვე ცხება. როგორც ხედავთ, ძალიან გემრიელად გამოიყურებიან. ფუნთუშები უკვე გამოცხვა. ცოტა შევაგრილოთ და შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ. ფუნთუშების ამ ცომისგან შეგიძლიათ სხვა სახის ფუნთუშებიც გამოაცხოთ, ჯემიანი, კრემიანი და ასე შემდეგ, თქვენი სურვილისამებრ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი გემრიელი და ფაფუკი ფუნთუშებია. აუცილებლად მოამზადეთ და დააგემოვნეთ, იმიტომ რომ ამაზე კარგ სამარხო ფუნთუშებს ვერსად ვერ იპოვით. შინაურულზე არის სხვა სამარხო ფუნთუშების რეცეპტებიც, ასევე ხვეზელების, პეროგების და სხვა ცომეულის რეცეპტებიც. აუცილებლად ნახეთ და არჩიეთ, რადგან მარხვისას ძალიან გამოგადგებათ. დღეს ამით გემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი მარტივი რეცეპტი. მადლობა, რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.